გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გლობალური ჯანდაცვის კონგრესი მედიცინის ჰორიზონტები გაიხსნა. კონგრესის მიზანია სხვადასხვა დისციპლინის პროფესიონალების და დაინტერესებული მხარეების შეკრება, გლობალური ჯანდაცვის ინიციატივების წახალისება და რეგიონთა შორისი კრიტიკული ჯანდაცვის გამოწვევების განხილვა. კონგრესის ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი საერთაშორისო აკრედიტირებული სერტიფიკატი. მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა ჩამოსულიყავი საქართველოში და ჩამეტარებინა ეს კონგრესი. კონგრესის მთავარი ჩანაფიქრია ის, რომ მეცნიერება, პოლიტიკა და ჰუმანიზმი ერთი ქოლგის ქვეშ წარმოვადგინოთ. კონგრესს აქვს სხვადასხვა მიმართულება და ყველა ეს მიმართულება ყურადღებას ამახვილებს საჭირბოროტო საკითხებზე. მადლობელი ვარ, რომ მოვხვდი საქართველოში ამ მშვენიერ ქვეყანაში. ძალიან ვაფასებ ორგანიზატორების შრომას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონგრესი, რომელმაც სხვადასხვა მიმართულების ადამიანები უნდა გააერთიანოს. მადლობა უნივერსიტეტის რექტორს. ეს შეკრება არის არა მარტო იმისთვის, რომ ერთმანეთს ცოდნა გამოცდილება გაუზიარონ, არამედ იმისათვის, რომ ამ დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში შემოიტანონ სამშვიდობო და ერთობლივი განვითარების პერსპექტივა. მოიცავს გლობალურ საკითხებს, ის პრობლემები, რაც დღეს დგას ჯანდაცვის წინაშე სხვადასხვა ქვეყანაში, მათი გადაჭრის გზები და კარგი და ცუდი გამოცდილების გაზიარება, რომ რაც სხვა ქვეყანას აქვს ცუდი, ის ჩვენს გავითვალისწინოთ, არა ჩვენთან არის პრობლემები, ის სხვამ გაითვალისწინოს. ქირურგიული კონფერენცია, რომელიც თავის თავზე იღებს თანამედროვე გამოწვევებს სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ზოგადი, ისე ბარიატრიული ქირურგიის მხრივ და უბრალოდ გვაქვს შესაძლებლობა მოусმინოთ და გავეცნოთ ამ სიახლეებს,